შესაძლებელია თუ არა ებრაულად ცხოვრება და ებრაელებისთვის ხმის ამოღება იმავდროულად ხელოვნების სფეროში კარიერის გაგრძელება. თაობების განმავლობაში ამერიკელი ებრაელები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ჰოლივუდსა და თეატრში, მაგრამ იშვიათად იყენებდნენ ამ პლატფორმებს ებრაული საკითხების დასაცავად. მით უმეტეს რომ თავიანთი ნამუშევრებით აეხსნათ ან გაესვათ ხაზი ებრაულ ცხოვრებას, როგორც საზეიმო და ნორმალურად მისაღებ რამეს. და არა როგორც ტრაგედიის ფონან, ისეთ რამედად, ან ისეთ რამედ, რაც უნდა მიეტოვებინათ იმისთვის, რომ სრულად გამხდარიყვნენ ამერიკელები. და 7 ოქტომბრის შემდეგ და ანტისემიტიზმის ნორმალიზების ფონზე ებრაელების წაშლა და ისრაელის დემონიზაციის მიღება ნორმადად იქცა. მაგრამ ერთი ებრაელი ხელოვანი, რომელიც ჰოლივუდში გაიზარდა, ცდილობს ამ ტენდენციის შეცვლას. ამ კვირაში Think Twice-ში ვსაუბრობთ მსახიობთან, ხელოვანთან და პოდკასტერთან ჯონა პლატთან. იმაზე, რას ნიშნავს დღეს ებრაელობა. გამარჯობა და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Think Twice-ში. ებრაელები ამერიკულ პოპულარულ კულტურაში საუკუნეზე მეტია ყველგან არიან. სინამდვილეში შეიძლება ითქვას, რომ მათ ასე თუ ისე ჰოლივუდი გამოიგონეს. მაგრამ იმათგან ვინც ეს გააკეთა ან მათ შორის ვინც მათ კვალს გაჰყვა, ცოტას თუ შეიძლება უწოდოთ, რომ მათ თავიანთი პოპულარობა და გავლენა გამოიყენეს იმისთვის, რომ ებრაული ცხოვრების ისეთი სახე გაეპოპულარებინათ, თითქოს ეს ჩვეულებრივი ადამიანების საქმე იყო. ჰოლივუდი ასახავდა წარმატებული ებრაელების მისწრაფებას სრულად ასიმილაციისკენ. მაგრამ ასევე ისე წარმოაჩენდა მათ, ვინც ამას არ აკეთებდა, ან მაინც სურდა თავისი იდენტობა ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად შეენარჩუნებინა, როგორც ადამიანებს, რომლებიც უნდა გამქრალიყვნენ. მაგრამ ეს ებრაული განსაკუთრებულობისგან უკან დახევა მხოლოდ პრელუდია იყო იმ ყველაფრისა, რაც მოჰყვა ამერიკული მემარცხენეების მიერ ისეთი ტოქსიკური მემარცხენე თეორიების მირებას, როგორიცაა კრიტიკული რასის თეორია, ინტერსექციონალობა და სახლებრივი კოლონიალიზმი, რომლებმაც მცდარად მონათლეს ისლეს ისრაელი და ებრაელები როგორც თეთრი დამთრუდუნელები, ხოლო სიონიზმი როგორც რასისტული ფაშიზმის ფორმა. 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის ხელმძღვანელობით პალესტინელი არაბების ტერორისტული თავდასხმების შემდეგ ისრაელის თემებზე და შემდგომ ანტისემიტიზმის გლობალური ზრდის ფონზე ისრაელისადმი მხარდაჭერა გაქრა. და აღშფოთება ებრაელთა სიძულვილის უპრეცედენტო ზრდაზე, ან თუნდაც 7 ოქტომბრის სისასტიკეზე, იშვიათად ისმოდა ხელოვნების სამყაროდან. თუნდაც მის ყველაზე გამორჩეულ ებრაელ წარმომადგენელთაგან. მაგრამ ამ წესის გამონაკლისებიც არსებობს და გვიხარია, რომ დღეს ერთ-ერთი მათგანი ჩვენთან ერთად არის. ჯონა პლატი მსახიობია, მომღერალი, მწერალი, რეჟისორი და პროდიუსერი, რომელიც ცნობილია ბროდვეიზე, კინოში და ტელევიზიაში მონაწილეობით. მაგრამ 7 ოქტომბრის შემდეგ მისი მთავარი პროექტი გახდა Being Jewish with Jonah Platt, მისი პოდკასტი. ჰოლივუდში გაიზარდა მამასთან, რომელიც წარმატებული პროდიუსერი იყო და ასევე ებრაული თემის აქტიური წევრი. და დედასთან, რომელიც ცნობილი ებრაული აქტივისტი და ფილანთროპი გახდათ. მან საკუთარ თავზე აიღო ებრაული ცხოვრების პოზიტიური იმიჯის პოპულარიზაცია და ებრაულ საზოგადოებაში მეტი კომუნიკაციისა და ერთიანობის ღერთიანობის ხელშეწყობა. იონა პლატი, მოგესალმებით გადაცემაში Think Twice. გმადლობთ, რომ დამპატიჟეთ. დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ და დღეს შემოგვიერთდით. მინდა კითხოთ, რა იყო ის, რამაც 7 ოქტომბრის შემდეგ მოგცათ ბიძგი, რომ ებრაელობაზე კონცენტრირებულიყავით? როდესაც ჩანს, რომ შემოქმედებით სფეროში მოღვაწე ებრაელთა უმეტესობა ან მხარს უჭერდა ისრაელზე თავდასხმას, ან უბრალოდ დუმდა. კარგი, მე თქვენს მტკიცების მეორე ნაწილს დაუპირისპირდებოდი. ფიქრობ, ალბათ ისინი, ვინც ყველაზე ხმამაღლა საუბრობდნენ, თითქოს მხარს უჭერდნენ. მაგრამ ჰოლივუდში ბევრი ადამიანი ყავდა, როგორც ეკრანზე, ასევე კადრს მიღმა, რომლებიც ჩემსავით ეხლა უფრო მეტად არიან ჩართული ვიდრე ოდესმე. და ნამდვილად არ მინდა რამე დავაკლო იმ ძალიან ხმაურიან მაკაბელ ებრაელ მებრძოლებს, რომლებიც ჰოლივუდში ყავს და ამ მომენტში ყველამ ნამდვილად იაქტიურა. მაგრამ ჩემს თავზე რომ ვილაპარაკო, იცით, ეს ჩემი ცხოვრების მომენტია, უდავოდ. ჩვენი საერთო ცხოვრებისაც, რაც ებრაული საზოგადოების საკითხს ეხება. თუ ახლა არ აპირებ შენი ებრაული იდენტობის მიღებას და ამაყად თავდაჯერებულად მის დაცვას, როდის აპირებ ამას საერთოდ? ეს ჩემთვის ეს საერთოდ არ იყო არჩევანი. ეს არ ყოფილა შეგნებული გადაწყვეტილება. უნდა გავაკეთო ეს თუ არა. რა შეიძლება მოხდეს ამას? ესეთი რამ საერთოდ არ ყოფილა. ეს ისა, ვინც ვარ. ყველაფერი სასწორზე დევს. ჩვენ ხედავთ, იცით, 7 ოქტომბერი იყო საშინელება, როგორიც არც ერთ ჩვენგანს არასდროს უნახავს.
ყოველ შემთხვევაში ჩემ სიცოცხლეში. და ამის წინაშე ორი გზა იყო. ვფიქრობ, იცით, ზოგი ამ ყველაფერს გაერიდა. სხვები კი ამ მომენტს ღირსეულად შეხვდნენ. და ჩემთვის მართლა არ იყო სხვა გადაწყვეტილება. უბრალოდ მივყევი, იცით, მარკ კუბანის ერთ ციტატას ვიხსენებ, სადაც ამბობს, არ გახვე შენს ოცნებებს, გაჰყევი შენს ძალისხმევას. და ეს ყოველთვის მახსოვდა. და ჩემი ძალისხმევა ამ მიმართულებით მიმყავდა. უბრალოდ ჩემი ენერგია და დრო, ბუნებრივად აქ იხარჯებოდა. და რამდენიმე თვე იმის შემდეგ, რაც ძალიან აქტიურად ვიყავი სოციალურ მედიაში და რეალურ ცხოვრებაში, ოქტომბრის 7-ის შემდეგ მე მართლა მინდოდა, რომ ებრაულ საკითხებზე, ჩემს პროაქტიურ ქომაგობაზე უფრო მეტად მეკონცენტრირა. და სწორედ აქედან გაჩნდა თვითონ პოდკასტიც Being Jewish. რა არის ჩემი ძირითადი პროაქტიული, პოზიტიური გზავნილი, იცი? ჩემი ღირებულებები, რომელსაც მართლა მინდა მივყვე, არა მხოლოდ იმის საპასუხოდ, რაც ეხლა ხდება, არამედ მართლა იმის გააზრება, რომ ყველაფერი ნელ-ნელა წყნარდება. როგორ გამოიყურება ეს მომავალში? გმადლობთ, რომ მოусმინეთ Think Twice. მიუხედავად იმისა, თუ რომელ პოდკასტ პლატფორმაზე გვისმენთ, ან პირდაპირ ეთერში გვიყურებთ Facebook-ზე, X-ზე ან JNS-ის YouTube არხზე, გთხოვთ მოიწონოთ ან გამოიწეროთ JNS. დააწყაპუნოთ ზარზე შეტყობინებებისთვის და დაგვიტოვოთ კარგი შეფასებები. ასევე გარდა Think Twice-ისა არსებობს Jonathan Tobin Daily პოდკასტიც, სადაც კიდევ უფრო მეტ სიახლესა და ანალიზს გიზიარებთ იმ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთა წინაშეც დღეს ვდგავართ. ალოდბურ გადაცემას Jonathan Tobin Daily სახელით იპოვით JNS-ის არხზე, რომელ პლატფორმაზეც უსმენთ პოდკასტებს. ეხლა კი დაუბრუნდეთ დღევანდელ პროგრამას. დიახ, ვფიქრობ, სამართლიანია ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა, ბევრი ებრაელი იყო, ვინც ხმამაღლა საუბრობდა, რომლებიც ხელოვნებაში იყვნენ და აკეთებდნენ ძალიან დასაფასებელ საქმეებს. მაგრამ განსაკუთრებით იმ პირველ რამდენიმე კვირაში, პირველ წელს 23-დან 24-ში გადასვლისას, ხშირად მესმოდა მკითხველებისგან. ამ ადამიანზე რა სიტყვით? იმ ადამიანზე რა სიტყვით, იცით რა? შენიშნე, რომ ამას თავადაც ვაკეთებდი. და ყოველთვის ისეთი ადამიანი ვიყავი, რომელსაც ჯეროდა, რომ რაც უფრო ნაკლებად ვიცოდი ჩემი საყვარელი არტისტების ან სპორტსმენების პირად ცხოვრებაზე ან რწმენებზე, მით უფრო ბედნიერი ვიქნებოდი. არ მინდოდა ამაში ღრმად ჩაძიება, რადგან, იცით, ეს ჩვეულებრივ უფრო ბედნიერს არ გახდის. მართალია. არ გჭირდება იმის ცოდნა, რომ მაგალითად, როცა პატარა ბიჭი იყავი, შენი სპორტული კუმირი საშინელი ლოთი იყო ან რაღაცა მსგავსი. ან გქონდეს მართლაც საშინელი შეხედულებები, რომლებიც მართლა გაშინებს. მართალია. ხელოვნების ხელოვანისგან გამიჯვნა. მართალია. მაგრამ აღმოაჩინე, რომ სოციალურ მედიაში რო უყურებ, გინდა ხელი ჩაკოდა, შეარხიო ისინი და უთხრა, რომ ეს მართლა მნიშვნელოვანია. ეს ისტორიული მომენტია. გულისხმობ, მე ვიხსენებდი იმას, რაც წავიკითხე ებრაელებზე ჰოლივუდში 1930-იანი წლების ბოლოს. და მინდა ცოტა მეტი კითხო ებრაელებისა და ხელოვნების ისტორიის შესახებ. მაგრამ მახსოვს, რომ წავიკითხე, როცა დიდი მწერალი Ben Hecht, რომელიც ჰოლივუდში ერთ-ერთი სუპერვარსკვლავი იყო, ცდილობდა ხალხის დაინტერესებას. ის არ იყო ძალიან ჩართული ებრაელი, მაგრამ მან დაწერა იმაზე, რომ შემთხვევით ისტორიის შუაგულში არ მოჩენდა გააცნობიერა, როგორც თავად წერდა, რომ მისი ტომი ისრაელია. ძალიან გაბრაზდა სხვა ებრაელებზე, რომლებიც ხმას არირებდნენ. ჩემს თავს ვეკითხებოდი, ნეტა, რატო არაფერს აკეთებ, რატო არ ლაპარაკობ, შენც ასე იქცეოდი. დიახ, ვფიქრობ, რაც დავინახე და რაც განსაკუთრებით გამოიკვეთა, ეს არის ის, რაც ჰოლივუდში მოხდა 7 ოქტომბრის შემდეგ. თითქოს რამდენიმე სხვადასხვა კატეგორია არსებობს. ვფიქრობ, იმედგაცრუების გრძნობა კიდევ უფრო გაამძაფრა ურთიერთობის ორმხრივობის ნაკლებობამ. ვფიქრობ, ბევრ ადამიანს ეგონა, რომ ბოლო 10-20 წლის განმავლობაში სხვა ჯგუფებს ჰქონდათ მომენტები, როცა სოლიდარობა და მხარდაჭერა სჭირდებოდათ. და ჰოლივუდი მათ გვერდით იდგა, იქნებოდა ეს ებრაელები თუ არა ებრაელები. და როცა ებრაელებს დასჭირდა დახმარება, არავინ აღმოჩნდა გვერდით. ასე რომ ვფიქრობ, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ეს იყო დაახლოებით ასე. ვაუ, მე მგონია, რომ მაშინ შენს გვერდით ვიყავი, როცა გჭირდებოდი და ახლა შენ საერთოდ არ ხარ აქ. ამგვარი არ ყოფნა ძალიან მძაფრად იგრძნობოდა და ვიცი, რომ ეს ნამდვილად იგრძნეს შინდუსტრიის შიგნით მყოფმა ადამიანებმა. იცი, ჩემთვის ყველაზე გამაღიზიანებელი ისინი კარეკუნი კი არ იყვნენ, ვინც ისრაელის დროშებს არ აქვეყნებდნენ, არამედ ისინი, ვინც ოქტომბრის მეორე კვირაში ვერ შეძლეს ხელი მოეწერათ წერილზე, სადაც ეწერა გაათავისუფლეთ მძევლები. იცი, იმიტომ რომ ვერ ჩაერთვნენ, ან რაც არ უნდა ყოფილიყო მიზეზი. ეს ჩემთვის ამას ვერასდროს გავიგებ.
და ჩემთვის ეს სრულიად მიუღებელია. ფიქრობ, რაც დავინახეთ, ძირითადად ის იყო, რომ არ აქვს მნიშვნელობა, როგორი იყო შენი კავშირი და ჩართულობის დონე, როგორც ებრაელის. 7 ოქტომბრამდე ზოგადად. ეს განსაზღვრავდა იმ რეაქციას, რომელსაც შენგან ველოდით 7 ოქტომბრის შემდეგ. იმ თვალსაზრისით, როგორც ჰოლივუდის ეს ხალხი გამოეხმაურა. ამიტომ ვფიქრობ, ბევრი ჩვენგანი ვუყურებდით გარკვეულ ებრაელ ფიგურებს, რომლებმაც არასდროს ამოიღეს ხმა ებრაელი ხალხის დასაცავად. კაკ დღესაც კი რომ უცებ ამოეღოთ ხმა ძალიან ძიმე დღეს და შოკში ვიყავით, რომ ამას არ აკეთებდნენ. და გარკვეულწილად ნამდვილად არ ვამართლებ მათ, მაგრამ ეს ცოტათი ასეა. რას ელოდით? ეს ადამიანი არ არის ამ საზოგადოების აქტიური წევრი. ეს არის ადამიანი, რომელსაც შეიძლება უწოდო ჩამოშორებული ებრაელი, რომელიც ნამდვილად ებრაელია დაბადებით და კავშირით, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში არ ცხოვრობს ებრაულად რაიმე მნიშვნელოვნად. არაფერს აკეთებს ებრაული მიზნებისთვის, არანაირი ფორმით არ მისდევს იუდაიზმს. და ამ ადამიანებისგან არ უნდა გვეფიქრა, რომ ისინი 7 ოქტომბერს გვერდში დაგვიდგებოდნენ. ზოგი მხრივ, სასიამოვნოდ, არ მინდა ვთქვა, რომ გაგვიკვირდა, მაგრამ ძალიან სასიამოვნო იყო იმის ნახვა, რომ ადამიანები, რომლებიც ნამდვილად ასოცირდებიან და გრძნობენ თავს ჩართულ ებრაელებად, რომლებიც ადრე ასე ხმამაღლა არ გამოხატავდნენ თავს, ამ მომენტში თქვეს, რომ ეხლა გამოვხატავ ჩემს აზრს. ეს ადამიანები ვნახეთ. ჩვენ ვნახეთ ის ადამიანებიც, რომლებიც აქამდე არასდროს გამოხატავდნენ ხმამაღლა თავიანთ აზრს. არც აპირებდნენ და არც ეხლა გამოხატავენ ხმამაღლა თავიანთ აზრს. და არიან ისეთებიც, რომლებიც თითქოს შუაში არიან. და სწორედ ესენი არიან ისინი. უფრო მეტად უბრაზდები იმ ადამიანებზე, რომლებიც უფრო მეტად ამეტად არიან ჩართული. შეძლებდნენ მეტის თქმას, მაგრამ პიარის მხრივ სიფრთხილის ან სხვა მიზეზების გამო არ თქვეს. და სწორედ ეს ადამიანები მაბრაზებენ. ჩემთვის ეს არ არის ჰოლივუდი მთლიანობაში. თითქოს ყველა ერთნაირია. თქვენ ყველამ გამიცრუეთ იმედი. რადგან როგორც ჩვენ თქვი, ვიღაცის საყვარელი მსახიობი ისედაც საზიზღარილოთია. ზოგიერთ ადამიანში მაინც გაგიცრუდება იმედი. ჩემთვის ყველაზე რთულია ისინი, ვისაც უკეთ იცნობდი. შენ სხვების მოკავშირე უკვე ყოფილ ხარ. ეხლა ეს შენი ხალხია. იცი, ებრაულ გალებსაც მასპინძლობდი. ამ საკითხში სად გახარ? იმ ხალხმა მარფლა გამაღიზიანა. ხო, ფიქრობ იცი, ხელოვნების სფეროს გარეთ მყოფ ადამიანებში არსებობს შეხედულება, რომ არაპოპულარული საქმის მხარდაჭერას შეიძლება შედეგები მოხვეს. და ცხადია ახლა ისრაელი არაპოპულარული თემაა სამწუხაროდ მოდურ წრეებში და ამას შეიძლება შედეგები მოხვეს. და ვიცი, რომ ხელოვნების სხვა სფეროებში, მაგალითად კლასიკურ მუსიკაში, ადამიანებისთვის ძალიან რთულია ისრაელის მხარდაჭერა. იმ მცირე რიცხოვანთათვის, ვინც ამას აკეთებს, ძალიან ბევრი უარყოფითი გამოხმაურება მოდის. მაგრამ ასევე მსმენია და იცით მაგალითად ჯენიფერ გუდვინი, რომელიც თქვენს პოდკასტში ხავდათ ინტერვიუზე, თქვა, რომ ეს საერთოდ არ არის სიმართლე. და ის ნამდვილად უფრო მეტად გამოხატავს თავის ებრაულ იდენტობას 7 ოქტომბრის შემდეგ. ზოგადად, ესეც გსმენია თქვენს. დიახ, ზოგადად არ არსებობს იმ ადამიანების შავსიაში შეყვანა, ვინც ისრაელის მხარდასაჭერად საუბრობს. უბრალოდ, ეს არ ხდება. ვიტყოდი, რომ რაც ხდება, ესაა. ეს უფრო ზოგადი კომერციული საკითხია, გარკვეული ბრენდებისა თუ პროექტებისთვის. შეიძლება მათ არ სურდეთ თანამშრომლობა ვინმესთან, ვინც ხმამაღლა და აშკარად ამახვილებს ყურადღებას ნებისმიერ საკითხზე. ეს არ არის ებრაული ან ისრაელის საკითხი. ზოგიერთ ადამიანს უბრალოდ უნდა რომ გაყიდოს, მაგალითად, სპორტული ფეხსაცმელი. არ სურს კონდეს საქმე ვინმესთან, ვინც სხვა რამეს აკენებს დღის წესრიგში, გარდა იმისა, რომ იყიდონ ეს ფეხსაცმელი. მაგალითად, მსახიობი, რომელმაც ფიფქია ითამაშა. რაღაცა მსგავსი სიტუაცია. იცი, ვისაც დააბრალეს ფილმის ჩაძირვა, რომელიც ალბათ ისედაც ჩაძირვას აპირებდა, იმიტომ რომ მემარცხენე პოზიციებიდან ძალიან ხმამაღლა ალაპარაკდა. ხო, მაგრამ ჩემთვის, ესეთი სიტუაცია მნიშვნელობა არ აქვს რეალურად რა თემა. თუ შენ ირჩევ რომელიმე ცხელი თემას და ამ დაძაბულობას კომერციულ პროექტზე გადმოიტან, ხალხს ეს არ უნდა. და მე ეს მესმის, იმიტომ რომ რაღაცის გაყიდვას ვცდილობ. ეს იგივე იქნებოდა თუ ისრაელის მხარდასაჭერად გამუდმებით ალაპარაკდებოდი და სცენაზედ გახარ. ვცდილობ, ისევ, სპორტული ფეხსაცმელი გაყიდო, ან რაც არ უნდა იყოს. მაგრამ იმ ხრივ რომ მე დიდი მხარდამჭერი ვარ ისრაელისა. ეგ ბიჭი ვერ დავიქირავოთ. მე რაც ხედავ ეგ არ ხდება. და სინამდვილეში რასაც ხედავ არის ის რომ როგორც კი თავს გამოაჩენ და ხელს აიწევ და იტყვი, ხო, მე იმ ებრაელთაგანი ვარ, ვინც ებრაელების მხარეს დგას.
აღმოაჩენ, რომ შენი თანამემამულეები ბიზნესში ყველგან არიან, რომლებიც ამბობენ, კარგი, შესანიშნავია, რა შევქმნით ერთად? რა პროექტების გაკეთებას და გაყიდვას ვცდილობთ ახლა ყველა ერთად სასწრაფოდ და რა ისტორიების მოკოლას? და ამას ხედავ მთელ ინდუსტრიაში, სტუდიის ხელმძღვანელებიდან პროდიუსერებამდე, სცენარისტებიდან მსახიობებამდე. როგორც ჩანს, ყველა, ვისაც ეს აინტერესებს, 7 ოქტომბრის შემდეგ სრულიად სხვანაირადაა ჩართული, ვიდრე 7 ოქტომბრამდე იყო. გაზრდილი მნიშვნელობითა და სასწრაფოობით. მოხედე, ამ ამბების მოყოლა და გადაღება რთულია სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგრამ არა იმიტომ, რომ ვინმე შავ სიაში შეგიყვანს. არა იმიტომ, რომ თითქოს ჩვენ არ მოგწონს ისრაელი, არ მოგწონს ებრაელები და თქვენს ამბავს არ მოუყვებით. უფრო იმიტომ, რომ თუ რთულია ამ ამბის მოყოლა, ეს იმიტომ ხდება, რომ გვიჭირს შესაფერისი ადამიანის თუ სხვა ვინმეს პოვნა, რომ ეს ებრაული ამბავი მოუყვეთ. მაგალითად, Netflix-ის სერიალი „არავის უნდა ეს“. ჩემთვის ეს იდეალური მაგალითია იმისა, თუ რას უნდა ვცდილობდეთ ჰოლივუდში, რაც შესანიშნავია. რომანტიკული კომედია, თანამედროვე ცნობილი ვარსკვლავებით, ძალიან ჩამთრევი და ყველაფერი ებრაელებზეა. და იმაზე თუ როგორ უყვართ ებრაელებს ებრაელობა. გასაოცარია, სრულყოფილია. როდესაც საქმე რთულდება, ეს მაშინ ხდება თუ შენს შოუში კრისტენ ბელი და ადამ ბროუდი არ ყიარყავს მთავარ როლებში. ეს ბევრად უფრო რთული. და შესაძლოა შენ გიჭირს ამ ადამიანის პოვნა, რადგან ისინი ნერვიულობენ ებრაულ პროექტში მონაწილეობაზე. აი სწორედ აქ შეიძლება შეგექმნას ასეთი პრობლემა. ან ის ამბავი, რომლის მოყოლასაც ვცდილობ, არ მინდა ვთქვა, რომ ზედმეტად ებრაულია. მაგრამ უფრო ის არის, რომ როგორც გასართობი ნამუშევარი, საკმარისად ფართო აუდიტორიისთვის მიმზიდველი არ არის და მისი ღირსება მხოლოდ იმაში არ უნდა იყოს, რომ მნიშვნელოვანი ებრაული ამბავია. რადგან მისი წარმოება ბევრ ფულს მოითხოვს და დაგჭირდება ფართო აუდიტორია, რომ შენი ფული დაიბრუნო, ხომ ასეა? ზუსტად. ეს ბაზარია, ხო ასეა. ამიტომ ვერ იქნება ასე, რომ ვაკეთებ ამ ფილმს მხოლოდ დედამიწაზე მცხოვრები 15 მილიონი ებრაელისთვის. და მჭირდება, რომ თითოეულმა მათგანმა ნახოს, რომ თუნდაც ერთი თეთრი დავიბრუნო, ხომ ასეა? უნდა იყოს ასე. ეს მართლაც ძალიან საინტერესო ისტორია. ესენი მართლაც ძალიან საინტერესო პერსონაჟები არიან. და სხვათა შორის, ისინი ებრაელები არიან და მათი საუბრის, ურთიერთობისა და ცხოვრების წესი ებრაულია. ეს ის ტიპის პროექტებია, რომლებზეც უნდა იყოს ყურადღება გამახვილებული და რომლებიც კულისებში მიმდინარეობს და ხალხი მართლაც მუშაობს მათზე. უბრალოდ, ეხლა ეს რთული საქმეა. ყოველ შემთხვევაში რაღაცის გაკეთება რთულია. როგორც უმეტესობას იცის, ჰოლივუდის სწრაფად იცვლება და ორიგინალური რაღაცის გაკეთება უფრო რთულია ვიდრე ოდესმე. ეს ყველაფერი სხვადასხვა ფაქტორების ერთობლიობაა. მაგრამ მოკლედ რომ თქვა, მე არ მიგზნია რაიმე ისეთი, რომ აი ეს ბიჭი ისრაელზე ლაპარაკობს და ამიტომ ვერ დავიქირავებთ. როგორც უკვე ვახსენე, ებრაელებს აშკარად მნიშვნელოვანი და ცენტრალური როლი ჰქონდათ ჰოლივუდის კინოწარმოებისა და შემდეგ ტელევიზიის შექმნაში. ჩვენ შევქმნით ეს. დიახ, ზუსტად ესეა. თუმცა ჰოლივუდის მუზეუმს თუმს თავიდან ამისგან ხილვა არ სურდა, მაგრამ ეს გვერდზე დავტოვოთ. მაგრამ ებრაული ცხოვრების გამოსახვა, როგორც გამონაკლისის, მსხვერპლის ან ასიმილაციის მოსურნე ჯგუფის გარდა, არ იყო ის, რისი ჩვენებაც ჰოლივუდის ებრაელთა უმეტესობას განსაკუთრებით აინტერესებდა, ან კომფორტულად გრძნობდა თავს. იცით, მაშინ როცა ანტისემიტები ყოველთვის ცდილობდნენ ჰოლივუდი ებრაულ ინსტიტუტად წარმოეჩინათ, ჰოლივუდის ებრაელები, ჰოლივუდის ოქროდის ოქროს ხანაში. ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ებრაელების წარმომადგენლებად არ აღიქვათ, ან თუნდაც მათ დამცველებად. როგორც თქვი, როგორც ბენ ჰეკმა აღმოაჩინა 1930-იან წლებში, ცხადია 2020-იანი წლების ჰოლივუდი სრულიად განსხვავებულია. როგორ ფიქრობთ, როგორ იმოქმედა ამ ისტორიამ გასართობ ინდუსტრიაში მოღვაწე ებრაელების რეაქციაზე 7 ოქტომბრის მოვლენებსა და მთელ მსოფლიოში ანტისემიტიზმის ამჟამინდელ ტალღაზე? არის თუ არა ჯერ კიდევ რაიმე თავშეკავება გარდა საბაზრო ფაქტორებისა ავთენტურ ებრაულ ამბავში ღრმად შესვლასთან დაკავშირებით? იცით, აშკარად ისინი აღარ ღელავენ იმაზე, არ არიან ასიმილირებულები ისე, როგორც თქვათ, სტუდიების ხელმძღვანელები 30-იან წლებში. მაგრამ ფიქრობთ, რომ არსებობს გარკვეული თავშეკავება ებრაული ისტორიების გაკეთების მიმართ? დიახ, თქვენ ზუსტად ყველა ასპექტს შეეხეთ. გულისხმობ იმას, რომ ვფიქრობ, რასაც დღეს ვხედავთ, ეს არის ერთგვარი მემკვიდრეობითი ბითი ეთოსი 30-იანი წლებიდან, სადაც, როგორც თქვენ აღნიშნეთ, 30-იან წლებში და კიდევ ერთხელ, თითქმის, დიახ, ასე. ვუგებ ამ ადამიანებს მესმის, რატო შეცვალეს იმ დროის სტუდიის ხელმძღვანელებმა თავიანთი სახელები შმუელ გოლდფიშიდან სამუელ გოლდვინად. იცით, ეს არ იყო იმდენად, რომ ებრაელად ყოფნა საშინელებაა, რამდენადაც იყო. ეხლა ამერიკელი ვარ. აღმოსავლეთ ევროპიდან აქ გადმოვედი. მინდა ამ საზოგადოების ნაწილი ვიყო. ჩვენ ვქმნით ამ ამერიკულ იდენტობას. და იცით რა არის საინტერესო?
რა თქმა უნდა, კლასიკური ჰოლივუდი ნამდვილად გაჟღენთილია ებრაული თხრობითა და მორალით. უბრალოდ ასე არ ეძახდნენ. მათ ებრაულ ისტორიებს არ ეძახდნენ. ისევე როგორც ბევრი ებრაელი მსახიობი. დიახ, რა თქმა უნდა, ყველგან იყვნენ, მაგრამ ღიად არ აჩვენენ, რომ ებრაელები იყვნენ. და ჩვეულებრივ ისინი არაებრაელებს ასახავდნენ, მაგალითად ფაულ მუნი, რომელიც ყველა ეთნოსის როლს თამაშობდა, გარდა იმ ებრაელის, რაც თავად იყო. მესმის, რატო იყო მაშინ გარგოლძილად ასე. და ვფიქრობ, რასაც დღეს ხედავთ, არის იმ ბრძნობის ნარჩენი ეფექტი, რომ უნდა დავფაროთ ებრაელობა და უნდა ვთქვათ, რომ უბრალოდ ამერიკელები ვართ. ესეც არის და ვფიქრობ, ესა ერთგვარი საფუძველი. და შემდეგ ვფიქრობ, მას შემდეგ ამას დაემატა კიდევ ერთი ფაქტორი. ეს არის შიში, რომელსაც არავინ აკენებს ეჭქვეშ, რომ თუ ძალიან აშკარად გამოჩნდებით. ისინი იტყვიან, ებრაელები აკონტროლებენ ამას და ებრაელები აკეთებენ იმას. რაზეც ჩემი პასუხი ყოველთვის ასეთია. ისედაც ამას ამბობენ. ასე რომ, სჯობს რაიმე სარგებელი მაინც მივიღოთ. იცი ზუსტად ეს დიალოგი მქონდა ჯეისონ ალექსანდერთან ჩემს პოდკასტში. და როცა ვკითხე რატო, მან ესე ახსნა. მან თქვა, ვფიქრობ ეს შიშია. და მე ვუთხარი, ისედაც ამას ამბობენ, მაშ, რატომ არ გავაკეთოთ უბრალოდ? და მან თქვა, ხო, იცი, ამაზე არ მიფიქრია. იცი, ამ გონია ვინმეს ეს ეჭქვეშ დაუყენებია. ვფიქრობ, ბევრი რამ მემკვიდრეობით მოდის. I think this უბრალოდ ის გზა, როგორც ჰოლივუდი დიდი ხანია მუშაობს. არ გვინდა რომ გამოვჩნდეთ თითქოს ჩვენ მართავთ ყველაფერს. რადგან ყველა ამბობს, რომ ჩვენ ვაკონტროლებთ მას. ამიტომ ნებისმიერი ძალაუფლება რაც გვაქვს, არ უნდა გამოვიტანოთ ჩვენიანების სასარგებლოდ. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ყოველთვის სხვებს ვეხმარებით, რაც კარგია. სხვების დახმარება კარგია, მაგრამ ხშირად ჩვენ თავად არ შევდივართ მათ შორის, ვისაც ეხმარებია. და კიდევ ერთხელ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ჰოლივუდში ბევრი ებრაელი უკვე არ არის აქტიური ებრაელი. ამიტომ კიდევ ერთხელ იმ ადამიანებისგან იმის მოლოდინი, რომ ისინი იქნებიან ებრაული პროექტების და პრიორიტეტების წამყვანები და ებრაული ხმების ამამაღლებლები, არარეალურია. იდეალურია. ისინი ამას არ გააკეთებენ. ისინი საკუთარ თავს ამ როლში ვერ ხედავენ. ისინი ამას საკუთარ პასუხისმგებლობად არ მიიჩნევენ. იცით, არ გამიკვირდება თუ ერთ-ორ თაობაში მათი ოჯახები სრულიად დაკარგავენ ებრაულ კავშირს. ასეთები არიან ეგრეთ წოდებული დისტანცირებული ებრაელები. ჰოლივუდის ებრაელთა დიდი ნაწილი ასეთია. ამერიკის ებრაელთა დიდი ნაწილიც ხომ ასეა? დიახ, მეც სწორედ ამას ვაპირებდი, მე თქვა, რომ ეს არის ებრაელთა ყველაზე დიდი დემოგრაფიული ნაწილი, რასაც დემოგრაფები უწოდებენ რელიგიის არ მქონე ებრაელებს. ზუსტად, ეს რომ თქვათ, ლოს-ანჯელესში ეს მაჩვენებელი ჩემი აზრით დაახლოებით 40% ან 30%-ია. ეს რომ შეიძლება იფიქრო, რომ ჰოლივუდშიც მსგავსი პროცენტული მაჩვენებელი იქნება. ანუ ბევრი ებრაელი, როგორც ჩვენ საუბრობთ, პრაქტიკულად არც კი ითვლება ებრაელად იმ გაგებით, რომ ინდუსტრიაში ებრაული პასუხისმგებლობა ან პრიორიტეტი გქონდეთ. დიახ, ეს მიმიყვანს ჩემს შემდეგ კითხვაზე, რომელიც ვფიქრობ თანამედროვე ებრაელობის ერთ-ერთი უდიდესი შეხედულება იყო სინთია ოზეკის ფრაზა, რომ უნივერსალიზმი არის ებრაელების პაროქიალიზმი. და ეს არის ის, რაზეც მინდა თქვენთან ერთად ვისაუბრო. უნივერსალური ღირებულებების დაცვა აშკარად იუდაიზმის მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ არა ყველაფერი. მაგრამ ებრაული ცივილიზაციის ეს ასპექტი, როგორც ჩანს, ის არის, რომელსაც ამერიკელი ებრაელების უმეტესობა, რადგან ჩვენგან უმეტესობა ლიბერალურ პოლიტიკურ და სოციალურ ღირებულებებზე აღზრდილი ყველაზე მარტივად ეჭიდება. და ეს არის საფუძველი ბევრი კარგი საქმისა, რაც ებრაელებს ამერიკაში და სხვაგანაც გაუკეთებიათ. მაგრამ ამან ასევე ხელი შეუწყო იმას, რომ მათ საკუთარი თავის დაცვა გასჭიროებოდათ, როცა საკუთარი თავის დაცვა გახდა საჭირო. ბევრი იმ ებრაელთაგანაც კი, ვინც ყველაზე ღიად აღიარებს საკუთარ ებრაულ იდენტობას, განსაკუთრებით ხელოვნებაში, ბევრად უფრო მეტად ინტერესდება სხვისი თვალსაზრისით, ვიდრე ისრაელელების ან ებრაელების პერსპექტივით. რაც ერთხრივ კარგია დიალოგის სახალისებისთვის, როგორც ასეთი. მაგრამ რეალურად არ ეხმარება ებრაელებს თავიანთი სახელმწიფოს დაცვაში, როცა ის ალყაშია. და არა მხოლოდ კრიტიკას, არამედ სისხლის ცილისწამებებსა და დილეგიტიმაციას აწოდება. მაშინაც კი 7 ოქტომბრის შემდეგ მათთვის ძალიან რთულია ებრაელების მხარეს ისე დადგნენ, როგორც სხვა ჯგუფები იცავენ საკუთარ თავს. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც ებრაელი ხელოვანების რეაქცია მიმდინარე კრიზისზე, როგორც ბევრ უსმენელს მიაჩნია, ასე იმედგამაცრუებელი იყო. ვფიქრობ, ეს ძალიან გონიერი შენიშვნაა. და მგონია, პასუხი კი არის. ვფიქრობ, ეს იუდაიზმის ძალიან ამერიკული სახეობაა. თითქოს იუდაიზმი ნიშნავს ტიკუნ ოლამს, დასაწყისიდან ბოლომდე. ეს არის მთელი არსი. და რა თქმა უნდა, იუდაიზმი მხოლოდ ეს არ არის. ეს ნამდვილად იუდაიზმის მნიშვნელოვანი და ლამაზი ნაწილია, როგორც შენ თქვი, ის, რაც ჩვენ ესეთ მნიშვნელოვან ნაწილად გვაქცევს ყველა საზოგადოებაში, სადაც ყოფილვართ,
არის ის თუ როგორ ვზრუნავთ სხვებზე. გულისხმობ, ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მცნებაა. 100 სხვადასხვა ფორმით ებრაულ ლიტურგიასა და წმინდა წერილში. ზრუნვა უცხოზე, ზრუნვა ქრივზე, ზრუნვა ობოლზე, ზრუნვა მტერზე, ზრუნვა ამაზე, იმაზე. ეს უზომოდ მნიშვნელოვანია. წერტილი. ეს ყველაფერი არ არის. სრული პაკეტი გჭირდება. ებრაელი ხალხი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ეს ერთი ღირებულება. და თუ შენი თელი განსაზღვრება იმისა, რას ნიშნავს იყო ებრაელი, არის სოციალური სამართლიანობა, მაშინ შენი რწმენა, შენი ტომი, სინამდვილეში არ არის ებრაელი ხალხი. ეს არის სოციალური სამართლიანობა. და უბრალოდ თითქოს კი პასადება ამას. ხო, ანუ უყურე შენს ეპიზოდს ჯეისონ ალექსანდერთან ერთად და ის შესანიშნავია. ის ძალიან ნიჭიერია და მართლა გამოიჩინა თავი, იცი? მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, იცი, ებრაული საკითხების დასაცავად ხმამაღლა ლაპარაკობდა. მაგრამ საინტერესო იყო, როცა მან ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ერიდებოდა უბრალოდ ხმამაღლა საუბარს. იცი, ბავშვისთვის, რომელიც მძევალი იყო. იცი, 17 ოქტომბრის შემდეგ, დასაწყისში. მაგრამ მას უნდა და ბავშვებზე საუბარი, იცი, ან სულ მცირე. არ იყო კომფორტულად მხოლოდ ისრაელ მსხვერპლებზე საუბრისას და არა პალესტინელებზე, რომლებიც ასევე მსხვერპლი პლენი იყვნენ. და მე ვუთხარი, რომ მესმის ეს, მაგრამ ასევე ეს არ არის ის, რასაც მეორე მხარეს ვინმე გააკეთებდა. ხო, და ის ერთადერთი სტუმარი არ არის, ვისაც მსგავსი გზნობა გამოუთქვამს, იცი, რომ ეს გამოავლინა. Კлау, ალბათ ეს ინსტინქტი მათში თითქმის დაუპირისპირებელია. ეს ძლიერი სურვილი, რომ აუცილებლად უნდა გაუზიარონ. მაგალითად, მოიცა, მე აქ ტომობრივად არ ვაზროვნებ. მე არ ვაყენებ ებრაელებს პირველ ადგილზე. ღმერთმა დამიფაროს, რომ მხოლოდ ებრაელებისთვის ვიყო. ზუსტად, ღმერთმა დამიფაროს, ვინმემ იფიქროს, რომ მე, ხო იცით, ერთ რომელიმე ჯგუფს უჭემ ხარს ხვებზე მეტად. და მე ვფიქრობ, რომ ნორმალურია, როცა ოჯახს აყენებ პირველ ადგილზე ცხოვრებაში. ხომ იცით, თუ ყველაფერი თანაბარია, რა თქმა უნდა. და ეს ნულოვანი ჯამის თამაში არ არის. ხომ იცით, შეგიძლიათ ერთ მძევალზე გააკეთოთ ვიდეო და შემდეგ რამდენიც გინდათ, სხვა ადამიანებისთვისაც გადაიღოთ ვიდეოები. მაგრამ ესე არ უნდა იყოს. მე მჯერა, რომ არ უნდა იკავოთ თავი ან ეჩვი შეგეპაროთ, როცა გსურთ თქვენს ხალხს გვერდში დაუდგეთ, მაშინ როცა მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ ეს. ფიქრობ, ამაში არავის არაფერი აქვს მოსაპატიებელი. ეს სრულიად ბუნებრივია. და კიდევ ერთხელ, როგორც თქვით, ამ კონკრეტული საკითხის მეორე მხარესაც არ აწუხებთ ეს ეჭვები და არც სხვა რომელიმე ჯგუფს აწუხებს მსგავსი ეჭვები. თქვენ ვერ ნახავთ აზიელ ამერიკელს, რომელიც ითქვის, ო არა, აზიელ ამერიკელებს უტევენ, არ ვიცი, უნდა ვთქვა თუ არა რამე, რადგან სხვა ჯგუფებზე უნდა ვიფიქრო. იფიქრებენ თუ არა, ხომ არ თქვი მათთვის საკმარისი? არა, ეს ასე არ არის. თუ ჩემზე მოდიხარ, მე ჩემს ჯგუფს დავიცავ. ეს ძალიან ბუნებრივია. არა ბუნებრივია, რომ ამის გამო თავი უნდა იმართლო. და ისევ, ეს შეიძლება ორივე იყოს. არავინ ამბობს, რომ ეს ნულოვანი ჯამის თამაშია. ეს ან მე ვარ, ან არავინ, მაგრამ ნორმალურია, რომ შენი ხალხი და შენი იდენტობა დააყენო პრიორიტეტად. ეს ბუნებრივია. ეს ვართ ჩვენ. ამაში არაფერია ცუდი. ხო. ოჯახზე რო საუბრობთ, ჩვენ ცხოვრობთ პოლიტიკურად გაყოფილ კულტურაში. ფიქრობ, ყველა ებრაულ ოჯახს, ისევე როგორც ყველა ამერიკულ ოჯახს, აქვს თავისი დაყოფები პოლიტიკაში. ისევე როგორც ისრაელთან დაკავშირებით 7 ოქტომბრის შემდეგ. თქვენ ხართ ძალიან ცნობილი და საჯარო ადამიანების ოჯახის წევრი, რომლებიც თავიანთი აზრის გამოხატვას არ ერიდებიან. და იმის გარეშე, რომ მტკივნეულ თემას შევეხო, თქვენი ძმა ბენი საჯაროდ სრულიად განსხვავებულ პოზიციას იკავებს ისრაელთან დაკავშირებით, ვიდრე თქვენ ან თქვენი მშობლები თუ დავამატებ. როგორ არჩმევთ თავს ამ განსხვავებებს? არის თუ არა გზა, რომ ეს გააკეთო ისეთ უნიშნულოვანეს საკითხებზე, რომ ურთიერთობებს ზიანი არ მიაყენა. რადგანაც თუნდაც დათანხმდეთ, რომ გარკვეულ საკითხებზე არ ისაუბროთ, ფიქრობ, ყველანი ასე ვართ. ყველას გვყავს ოჯახი და იცით, მადლიერების დღეს ან პასექზე იცით, რომ იქ არის პოლიტიკური ზავი. და თუ პოლიტიკური ზავი არ არსებობს, იცით, შეიძლება პრობლემები წარმოიშვას. მაგრამ როცა არ ლაპარაკობთ იმ საკითხებზე, რომლებიც ორივესთვის მნიშვნელოვანია, ეს სიჩუმეც შეიძლება გაუგებრობამდე მიგვიყვანოს, ისევე როგორც გამათი. სრულიად გეთანხმები. ვფიქრობ, ისევ და ისევ, შენი კითხვებით თითქოს საკუთარ კითხვებსაც პასუხობ. რადგან ისინი ძალიან ზუსტია, ჯონათან. ძალიან ებრაულია კითხვებით პასუხი. ხო, იცი, აბსოლუტურად მართალი ხარ, რაც არ უნდა იყოს. როცა ურთიერთობა გაქვს, რომელიც შენთვის მნიშვნელოვანია და არსებობს, უთანხმოება ან განსხვავება, თუ გინდა ეს ურთიერთობა შეინარჩუნო, ურთიერთობა პირველ ადგილზე უნდა დააყენო.
და როცა ურთიერთობას პირველ ადგილზე აყენებ, ეს ნიშნავს კომუნიკაციას. ეს ნიშნავს ურთიერთობაში ასე თქვა: "ჰეი, შენ ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ. შენ ჩემთვის მნიშვნელოვანი. მინდა რაღაცა გავარკვიო. მინდა დავრწმუნდე, რომ ერთმანეთს სწორად ვუგებთ." მიყვარხარ. ეს ის საკითხია, რაზეც ვერ თანხმდებით, მაგრამ შენ მაინც შენ ხარ, მე მაინც მე ვარ. შეგვიძლია ამ თემებზე ვისაუბროთ. და უფიქრობ უბრალოდ ამ საუბრის წარმართვა მნიშვნელოვანია. იცი, ჩემს შოუში ბევრჯერ მისაუბრია იმაზე, თუ როგორ უნდა ვაწარმოოთ ასეთი ღრმა და ხანგრძლივი საუბრები. და ეს საუბრები უნდა იყოს ღრმა და ხანგრძლივი. ეს არ არის იცი ის ტიპის ურთიერთობა, რომელზეც საუბრობ, არ ეხება შენს კოლეჯის დროინდელ ოთახის მეზობელს, რომელსაც ხანდახან Twitter-ზე წერ. ეს სულ სხვა რამეა. იცი, ჩემი მთავარი კრიტერიუმი ყოველთვის ისაა, რომ თუ ამ ადამიანთან ერთად ვახშამზე არ შეხვდებოდი სხვა მიზეზით, გარდა იმისა, რომ ისრაელზე ან სხვა რამეზე იკამათოთ, ეს არ არის ის ურთიერთობა, რომელშიც ეხლა უნდა ჩადო ენერგია და სადო მისი შენარჩუნება. მაგრამ თუ ეს ის ადამიანია, ვისთანაც მართლა გინდა ყოფნა და შეხვედრა, მაშინ წადი და შეხვდი მას. მიეცი საკუთარ თავს სივრცე. გამართე საუბარი, სადაც უსაფრთხოდ და გულწრფელად გამოხატავთ, რა პოზიციიდან მოდიხარ თითოეული თქვენგანი. და როცა ამ საუბარს დაასრულებთ, აუცილებელი არ არის, რომ ერთმანეთის აზრი შეცვალოთ. ჩემი გამოცდილებით, საუბრის შედეგად იშვიათად იცვლება ვინმეს აზრი, მაგრამ უკეთ იგებთ, რა პოზიციიდან მოდის მეორე ადამიანი. და ეს გაძლევს საშუალებას თქვა: კარგი, მივხვდი. ანუ ეს ადამიანი სულაც არ არის სრულიად შეშლილი ურჩხული. და ისინი ხედავენ, რომ მეც არ ვარ გენოციდის მომხრე მანიაკი, როგორც მათი ყველაზე დიდი შიშია. სინამდვილეში, უბრალოდ ადამიანები ვართ, რომლებიც სხვადასხვა დასკვნამდე მივედით, რაც არ უნდა იყოს ამის მიზეზი. ეხლა შეგვიძლია ჩვენი ცხოვრება გავაგრძელოთ. თუ მოგვინდება სხვა დროსაც შეგვიძლია ამაზე საუბარი. არ არის აუცილებელი. ალბათ აღარ ვისაუბრებთ, რადგან ვიცით, რომ ერთმანეთთან არ ვეთანხმებით. ჩვენ უბრალოდ გვირჩევნია, ჩვეულებრივად ვიყოთ ერთად და შევინარჩუნოთ ეს ურთიერთობა. მაგრამ ვიცით, რომ გზა გახსნილია და აღარ არის ეს ფარული ფიქრი, ფარული დაძაბულობა, ფარული ეჯრი. რას ფიქრობს ეს ადამიანი? რას ამბობს ჩემს ზურგს უკან? რას ფიქრობს ის სინამდვილეში ამაზე? რადგან თქვი ეს ყველაფერი და შეგიძლია უბრალოდ მოიშორო ეს ფიქრები. გააგრძელო ცხოვრება და აღარ აიღო ემოციური პასუხისგებლობა იმაზე, რას ფიქრობს ეს ადამიანი. შენ უბრალოდ პასუხისგებელი ხარ იმაზე, რომ შეინარჩუნო ურთიერთობა იმ ადამიანთან, რომელიც გიყვარს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ აუცილებელიცაა ნებისმიერი დიდი განხეთქილების დროს. ნებისმიერ ადამიანთან, რომელიც შენთვის მნიშვნელოვანია. და ეს იცი, კურნავს და ძალას გაძლევს, როცა ასე იქცევი. და ნახე, კიდე ერთხელ აქ მთავარი ისაა, რომ ტანგოს ცეკვას ორი ადამიანი სჭირდება, ხომ ასეა? ეს რომ ვგულისხმობ თუ ვინმე მართლა იცი იმდენად დამანგრევლად წავიდა გარკვეული მიმართულებით. ისე რომ ისინი შენზე მოდიან და არ უნდათ შენთან რაიმე კავშირი გქონდეთ და საშინელებებს ამბობენ შენზე. და იცი, ეს არ გჭირდება. ესე რომ ურთიერთობა მხოლოდ მაშინ მუშაობს, თუ ორივე ადამიანს უნდა რომ ეს ურთიერთობა არსებობდეს. და სამწუხაროდ მე გამიმართლა რომ ამას პირადად არ შევხვედრი ვარ. მაგრამ ბევრი ადამიანი მყავს, როგორც დარწმუნებული ვარ შენც, როგორც დარწმუნებული ვარ დღეს, უმეტეს ებრაელებსაც. ან თავად აქვთ ეს გამოცდილება, ან ახლობელი ხავთ, ვისაც აქვს. საშინელი ისტორიები აქვთ, საუკეთესო მეგობრებზე, რომლებიც ურთიერთობას წყვეტენ. იცი, იმიტომ რომ აი შენ ისრაელს უჯერ მხარს, ჩემთვის დამთავრებული ხარ. ეს ჩემთვის სამწუხაროდ წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ესეთი რამ მოხდეს. ეს ძალიან სასტიკია. მაგრამ ამაზე ვერაფერს გააკეთებ. თუ ვინმე ესეთი საშინელია, ეს მათი პრობლემა. და მათ მოუწევთ ისე დაიძინონ, როგორც შეძლებენ, ან საერთოდ ვერ დაიძინონ. მაგრამ იმედი მაქვს, ისეთ სიტუაციაში ხარ, სადაც შენს მოწყვლადობას აჩვენებ და ურთიერთობას აყენებ პირველ ადგილზე. არა კამათს, არა შინაარს. ეს არ ეხება აზრის შეცვლის დღის წესრიგს. ერთადერთი მიზანია, როგორ ხედავთ ერთმანეთს და როგორ ვრჩებით დაკავშირებულები იმ ურთიერთობაში, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ზოგადად იმედი მაქვს, რომ შეძლება ურთიერთობის შენარჩუნებას. ხო, ფიქრობ ეს ძალიან კარგი რჩევა. მგონია, პრობლემა ისაა, რომ ჩვენი ზოგადი კულტურა იცი მიდის მოძრაობს და უკვე დიდი ხანია სხვა მიმართულებით მიდის. მახსოვს, რომ რაბინებისგან მესმოდა და იცი 2016 წლის შემდეგ იმ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იყვნენ წყვილები, რომლებიც ტრამპის მიმართ დამოკიდებულების გამო შორდებოდნენ ერთმანეთს. და ვიფიქრე, ეს ხო სიგიჟეა. და კიდე იმდენი უკეთესი მიზეზია, რის გამოც დაქორწინებულ წყვილებს შეუძლიათ იკამათონ პოლიტიკის გარდა. მაგრამ ეს მაინც რეალობაა. და ვფიქრობ, ეს ყველა საკითხზე აისახა. მაგრამ ნამდვილად ასეა.
რადგან ისრაელი კულტურაში ასეთი ცენტრალური საკითხი გახდა. ფიქრობ ეს ხალხს ამ ნეგატიურ მიმართულებებში უბიძგებს, სადაც თითქმის გძნობენ, რომ თითქოს იმ ხარესთან კავშირს კარგავენ, რომელზეც დგანან. თუ ისინი არ არიან გაბრაზებულები ნათესავებზე ან მათზე ძალიან ახლო ადამიანებზე, თუ მათ არ ეთანხმებიან. ხო, ეს ხო სრურეალობა, არა? მაგრამ სწორედ ასეთია სოციალური მედია, სწორედ ასეთია ეხო ჩვენი ცხოვრების დიდი ნაწილიც. ეს ვირტუალური ან სრურეალობაა. ხო, ჩემი აზრი ისა, რომ თითქოს ჩვენ არ გვაქვს არჩევანი, როგორ ვესაუბროთ ერთმანეთს. ან თითქოს 2016 წლის შემდეგ და ვეთანხმები, რომ დონალდ ტრამპის აღზევება მართლაც გახსნა ეს საშინელი უზრდელობა. იმ გზით, როგორც ეხლა მივიჩნევთ მისაღებად, როგორ ვესაუბრებით ერთმანეთს და როგორ ვუყურებთ ერთმანეთს. ამ ქვეყანაში და შემდეგ ძირითადად მთელ მსოფლიოში ეს მართლაც დაიწყო ბოლო 10-15 წლის განმავლობაში. ჩვენ არ გვიწევს ასე მოქცევა, რადგან ეს თითქოს ჰაერშია და ვხედავთ, როგორ აკეთებენ ამას სხვები. ტელევიზიაში, პოლიტიკაში, სოციეთიკაში, სოციალურ მედიაში და ჩვენს გარშემო. ფიქრობთ, ალბათ ეხლა ესე ვიქცევით. მაგრამ შეგვიძლია ავირჩიოთ, რომ ესე არ მოვიქცეთ. ზუსტად ისე, როგორც კრიტიკული აზროვნება გვაკლდება, როგორც უნარი. არა ისე, რომ კრიტიკულად ფიქრი არ შეგვიძლია. უბრალოდ ვხედავთ, რომ ბევრი ადამიანი ამას არ აკეთებს. და ასე ვაგრძელებთ. ეს არაცნობიერად ხდება, რა თქმა უნდა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ალბათ მე არ მჭირდება ამაში მონაწილეობა. შემიძლია უბრალოდ ონლაინში რაღაც წავიკითხო, ვიფიქრო, რომ ეს სწორია და დავიწყო ამაზე საუბარი ისე, რომ საერთოდ არ მქონია კრიტიკული ფიქრი. უნდა გავაგრძელოთ ამაზე გამუდმებით ლაპარაკი და ვთქვათ, არა, აქ არჩევანის გაკეთება შეგიძლია. შეგვიძლია ერთმანეთს ზრდილობიანად ვესაუბროთ. შეგვიძლია ერთმანეთი ადამიანებად დავინახოთ. ბევრად მეტი რამ გვაერთიანებს, ვიდრე გვყოფს. რაც ეხლა როგორც წესი ხდება ესა. ვპოულობთ ერთ რამეს, რაზეც არ თანხმდებით. თითქოს მთელი სუფრა გვაქვს წინ. ვთანხმდებით მთავარ კერძზე, ვთანხმდებით დესერტზე, ვთანხმდებით საწყის კერძზეც კი. მხოლოდ ერთ ბარდაზე გვერდით კერძში არ თანხმდებით და მთელ სუფრას ამ ბარდაზე ვამახვილეთ ყურადღებას. და თუ ამ ბარდაზე ვერ შევთანხმდით, ჩემთვის აღარ არსებობ. და ეს ნამდვილად არ არის კარგი სუფრის მოწყობის გზა. და თითქოს ამით ჩვენს პასუხისმგებლობას ვთმობთ, მაშინაც შეგვიძლია უფრო პატივისცემით და პოზიტიურად მოვიქცეთ. ეს სინამდვილეში რაღაც კარგს ვქმით. სწორედ ამის საპირისპიროდ, ვიდრე უბრალოდ დინებას მივყვეთ და ყველაფერს მიუშვათ, რომ სიძულვილის ენასა და დაპირისპირებაში გადაიზარდოს, რაც საზოგადოებას პოლარიზაციას უქმნის. აქ ჩვენ შეგვიძლია ავივჩიოთ, ჩვენ შეგვიძლია არჩევანი გავაკეთოთ. ეს ბუნების კანონი არ არის, რომ ადამიანები აუცილებლად უნდა იყვნენ ერთმანეთისგან პოლარიზებულები და ერთმანეთის ძულდეთ თავიანთ ბანაკებში. ამას არავინ ამბობს. არავის უთქვამს, რომ ასე უნდა იყოს. ხო, ასე ვითარდებოდა კულტურა. ვიცი, ადრე დებატების პროგრამას ვაკეთებდი ჩვენს ძველ მეგობარ JJ Goldberg-თან, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო Forward-ის რედაქტორი და ჩვენ მართავდით ასეთ მემარჯვენე დებატებს. მაგრამ ამ დებატების მთავარი იდეა იყო ის, რომ ჩვენ ძველი მეგობრები ვიყავით და შეგვეძლო ზრდილობიანად გველაპარაკა. ჩვენ მთელი ჩრდილოეთ ამერიკა მოვიარეთ ამ დებატებით, მათ შორის მგონი იერშუში, სადაც რაბინი ვოლპე იყო. ხშირად გქონდა ესეთი შემთხვევები, მაგრამ საინტერესო ის იყო, რომ დავობდით ისრაელზე და კიდევ სხვა უამრავ საკითხზე. და ბოლოს ხალხს შევახსენებდით, რომ მათ უფრო მეტი საერთო ჰქონდათ, ვიდრე ის, რაც მათ ყოფდა. მაგრამ ხშირად აუდიტორიის რეაქცია იყო ასეთი. თქვენ ბიჭებო, სინამდვილეში დიდად არ ეწინააღმდეგებით ერთმანეთს. და იცით, ჩვენ პასუხობდით, მაგრამ უსმენდით კი? ჩვენ მხოლოდ ვეწინააღმდეგებოდით ერთმანეთს, მაგრამ ისინი ტონს რეაგირებდნენ. ჩვენ ერთმანეთს არ ვეჩხუბებოდით, ერთად ვიცინოდით. ხანდახან ერთმანეთს ვეხუმრებოდით, მაგრამ პატივისცემით ვსაუბრობდით. და ისინი ისე იყვნენ გაწვრთნილები, რომ ეგონათ, თუ ასე იქცევი, სინამდვილეში არ ეწინააღმდეგები ერთმანეთს. სწორია, ზუსტად ესეა. ეს არის უნარი, რომლის გამოყენებაც გვავიწყდება, მაგრამ გვაქვს. ეს შესაძლებლობა გვაქვს. ყოველთვის გქონდა ეს. უბრალოდ, როგორც შენ ამბობ, კულტურა გვაძლევს ნებართვას, რომ ეს უნარი დაგვიქვეითდეს. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ მუდმივად მოვუწოდოთ ჩვენს გარშემო მყოფებსა და თემის წევრებს გამოიყენონ ეს უნარი. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სასიამოვნოა ან სწორი საქციელია. ეს ყველასთვის უკეთესია. მინდა ვთქვა, ეს ძალიან პოზიტიური გამოცდილებაა. არანაირი უარყოფითი მხარე არ აქვს. არანაირი უარყოფითი მხარე არ არსებობს. არა, არ არსებობს, მაგრამ ვიტყოდი, რომ არც ისეთი დიდი ბაზარია დარჩენილი, თუნდაც ებრაულ საზოგადოებაში ესეთი დებატებისთვის, როგორც ჩვენ არ მოვაჩინეთ.
არ ვიცი, ეხლა ხან კარგი დებატი ვნახე, ვფიქრობ ბევრი ადამიანი უყურებდა Dara Hornis-ა და Deborah Lipstadt-ის დებატს. საპირის დებატმაც დიდი გამოხმაურება მიიღო. ხო, არა, მე არ ვამბობ, რომ შეუძლებელია, მაგრამ ჩემი გამოცდილებით თითქოს ნაკლები სურვილია ამის მიმართ, ვიდრე ადრე იყო. უბრალოდ იმიტომ, რომ ხალხი ყველაფერზე ძალიან გაბრაზებულია. მაგრამ ასევე, იცი, ეს მიმიყვანს ჩემს შემდეგ კითხვაზე, რაც არის ის, რომ ერთი რამა, როცა ვსაუბრობთ ურთიერთობებისა და ოჯახის პრიორიტეტად დასახვაზე, როცა საქმე ოჯახში უთანხმოებებს ეხება. მაგრამ სად ვავლებთ ზღვარს, როგორც საზოგადოება? შენ არაერთხელ გითქვამს ჩართულობის მნიშვნელობაზე. მაგრამ პასუხი შეიძლება იყოს ის, რომ თუ ჩვენი ერთადერთი პრინციპი ინკლუზიურობაა, მაშინ გამოდის, რომ რეალურად არაფერს ვიცავთ. სად უნდა გავალოთ ზღვარი, როგორც საზოგადოება? Rather mild wield from Jews allies as I'd leisure Nelstri Couriers განმავლობაში ეს არის ის, რომ ყველა სურს ზღვარის გავლება. უბრალოდ ისინი ვერ თანხდებიან, სად უნდა გავალოთ ეს ზღვარი. ეს აშკარად ძალიან ფართო კითხვაა. ვფიქრობ, მაშინაც კი თუ ზღვარი გავლებულია და რა თქმა უნდა, როგორც თქვენ ამბობთ, რაღაცისთვის ყველგან არსებობს ზღვარი. კარი ყოველთვის ღია უნდა დარჩეს. ასე რომ ეს მინდა თქვა. ჩვენ ყოველთვის უნდა მივცეთ გამოსავალი. ყოველთვის უნდა არსებობდეს გამოსავალი. თუ და როცა მზად იქნები აზრის შესაცვლელად, ჩვენი კარი ღიაა. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად ნიშნავს, რომ საზღვარი არ არსებობს. ყველა ყოველთვის მისასალმებელია. ვფიქრობ, და ამაზე მართლაც მისაუბრია, მაგალითად მოგცემთ ებრაული ორგანიზაციული გარემოდან. ეს კითხვა წამოიჭრა. მე ვიყავი რამდენიმე ებრაული ორგანიზაციის ლიდერთან ერთად. სად უნდა გავალოთ ხაზი ანტიზიონისტი ადამიანების სმიანების ებრაულ ორგანიზაციებში მუშაობის საკითხში. და მე პირადად ვიგრძენი, რომ სრულიად გაქვთ უფლება გაალოთ ხაზი. თუ თქვენ ხართ ებრაული ორგანიზაცია, რომლის მისია ასე თუ ისე იცით ებრაელი ხალხის განვითარებაა, ან იუდაიზმის რომელიმე ასპექტის მხარდაჭერა, ან ებრაელი ხალხის მხარდაჭერა. თქვათ, რომ თუ თქვენ რაიმე ფორმით ეძინააღმდეგებით ებრაული სამშობლოს არსებობას, ეს ორგანიზაცია თქვენთვის არ არის. ღმერთმა ხელი მოგიმართოს. წადი იმუშავე სხვა ადგილას, რომელიც შეიძლება შენთვის იყოს. როცა აზრს შეიცვლი, ჩვენ გვაქვს სამუშაო. მოდი მსახურებაზე. მშვენიერია, მაგრამ იცი, აქ მუშაობა არ გჭირდება. Εν ვფიქრობ ეს სრულიად კაშერია, ეს სრულიად მისაღებია. ვფიქრობ ესეთი ხაზები აუცილებლად უნდა გავავლოთ. და შენ სინაგოგაში თუ იცი, ეს ხაზებიც თავისთავად ცოტათი გამოიკვეთება. იცი, თუ მე იმ სინაგოგაში ვარ, სადაც ვლოცულობთ ისრაელის სახელმწიფოსთვის. და ყოველ შაბათ კვირას ვლოცულობთ ისრაელის ჯარისკაცებისთვის. თუ ისეთი ადამიანი ხარ, ვინც ამას დაძაბულს ხდის, ან თავადაც ამის გამო დისკომფორტს გრძნობ, შენ თვითონ გაავლებ ხაზს. გინდა დარჩე თუ არა. სინაგოგა არასდროს გეტყვის, რომ წახვიდე. კარი ყოველთვის ღიაა, მაგრამ თუ შენ ან ყოველ შემთხვევაში ესე უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში ესე უნდა იყოს. მაგრამ შენ თვითონ გადაწყვიტავ. მე აქ აღარ შემიძლია ყოფნა. ეს ჩემი ღირებულებები არ არის და შენ საზღვარს გაავლებ. ჩემთვის ეს სწორი მიდგომაა. თუ აზრს შეიცვლი, ჩვენ აქ ვართ. მაგრამ თუ შენ აპირებ იყო, იცი, თუ რაღაცა შენთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რაც ეწინააღმდეგება იმას, რაც ჩვენთვისაა მნიშვნელოვანი, შეიძლება ეს ადგილი შენთვის არ იყოს. დიახ, ვფიქრობ, იცი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან იცი, ყველაფრის სადავობის საკითხი, თუნდაც ისეთ მრავალფეროვან საზოგადოებაში, როგორც ებრაელები არიან. იცი, ადვილია ვთქვათ, რომ ყველანი შეგვიძლია არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს, მაგალითად, როგორ უნდა იყოს საგადასახადო განაკვეთები. მაგრამ როცა საქმე ეხება ერთადერთი ებრაული სახელმწიფოს განადგურებას პლანეტაზე, სადაც მსოფლიოს ებრაელების ნახევარი ცხოვრობს, ამის სადავოდ მიჩნევა, იცი, შემიძლია გითხრათ, ჩემი მხრიდან თითქმის ყველაფერზე მზად ვარ ვიმსჯელო, მაგრამ ამაზე არ მინდა ვიმსჯელო. დიახ, გეთანხმები. და ჩემი შენიშვნა, რომ ვფიქრობ, განსაკუთრებით ახალგაზრდა ებრაელებთან მნიშვნელოვანია უზრუნველყოთ, რომ ამ სივრცეებში ადგილი იყოს. საუბარი გქონდეთ, კითხვები დასვან და საწინააღმდეგო მოსაზრებები გამოთქვან. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ ამ სივრცეს არ შევქმნით, ფაქტობრივად ბინარულობას ვქმნით, სადაც თითქოს ან ისრაელი გიყვარს, და თუ ისრაელი არ გიყვარს, ეს ნიშნავს, რომ მეორე მხარეს ხარ, რაც ნიშნავს, რომ ისრაელის სიძულვილის მხარეს აღმოჩნდები. მიუხედავად იმისა, რეალურად გძულს თუ არა. და ჩვენ არ გვინდა, რომ ეს ბინარულობა შევქმნათ. არ გვინდა, რომ ან ყველაფერი იყოს, ან არაფერი. ან შენ სრულად ვეთანხმები, მიყვარს ისრაელის სახელმწიფო, რაც არ უნდა ნიშნავდეს ეს ჩემი რაბისთვის, იგივე ნიშნავს ჩემთვისაც, ან აქედან მივდივარ.
უნდა გქონდეს რაღაცა საშუალო გზა, სადაც ვინმე შეძლებს მოსვლას და წასვლას, სადაც შეუძლია თქვას, რომ თავს უხერხულად გზნობს. ეს იმიტომ რომ ვიცით, ხალხი ყოველ დღე იღებს ამ ანტიისრაელურ ხმაურს ყველგან, განსაკუთრებით ახალგაზრდები. ეს ყველგანა სოციალურ მედიაში, სკოლებში, მათ მეგობრებში. და თუ არ მივცემთ მათ საშუალებას, რომ შემოვიდნენ, შეცდნენ ან კითხვები დასვან, მათ დაუკარგავთ. და ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს შევქნათ. და სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ასეთები უფროსებიც არიან. მოზრდილები, რომლებიც იცით, განათლება არ მიუღიათ და ეხლა იგივე ხდება. ისინი განათლებას იღებენ იმავე დროს, როცა მათი შვილები და მათაც იგივე ინფორმაციას აწვდიან. უნდა უზრუნველყოთ, რომ მათ კონდეთ სივრცე, სადაც შეშფოთებას გამოთქვამენ. მაგრამ დღის ბოლოს ამგონი ორი მთავარი ხაზი არსებობს. ერთი ისაა, უნდა არსებობდეს თუ არა ისრაელი. ჩემთვის ეს საკმაოდ ნათელი საზღვარია. შეგვიძლია ვიკამათოთ იცით პოლიტიკაზე. როგორ ვამბობ, ისრაელს ყოველდღე ისე არ აკრიტიკებს არავინ, როგორც თავად ისრაელები. აბსოლუტურად. ამაში პრობლემა არ გვაქვს. მაგრამ იცით, უნდა შევთავაზოთ, რომ ვფიქრობთ, ებრაელებმა თავად უნდა წყვეტდნენ საკუთარ ბედს. და ეს არის ერთადერთი ადგილი დედამიწაზე, რომელთანაც ჩვენ ყველას საერთო კავშირი გვაქვს. რომ არსებობს გარკვეული ისევ ორგანიზაციული საკითხები, სადაც ეს უბრალოდ შესაბამისი არ არის. თუ ჩემი მისიის განცხადებაა, ეს არის. იცით, ჩვენ აქ ისრაელზე საგანმანათლებლო მუშაობას ვეწევით და ვაწყობთ საქველმოქმედო ღონისძიებებს, რომ ფული შევაგროვოთ ისრაელში ერთ-ერთი კიბუცისთვის. და თუ ეს შენი საქმე არ არის, მაშინ შეიძლება ეს ადგილი შენთვის არ იყოს და არ ვჭირდება დავა, უნდა ვაგროვებდეთ თუ არა ფულს ბეერის კიბუცისთვის. თუ ეს ესე ძალიან გაწუხებს, ეს ადგილი შენთვის არ არის. ხო, ფიქრობ ეს მართალია და გულთვალთ რო თქვა მგონია, იცი, ისრაელი იყოს თუ არა. ისრაელი ახლა ერთადერთი რეალური საკითხია. იცი, კითხვები იმაზე, სად უნდა იყოს საზღვარი. იცი, ყველა ის საკითხი, რაც 20 ან 30 წლის წინ მართლა მნიშვნელოვანი იყო, ვფიქრობ ახლა აღარ არის აქტუალური. და მით უმეტეს 7 ოქტომბრის შემდეგ. საინტერესოა, მაინტერესებს რატომ ფიქრობ ასე. ესე იმიტომ ვფიქრობ, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ამ დებატების ნაწილი ვიყავი. არსებობდეს თუ არა უბრალოდ ისრაელი. დიახ თუ არა. ვფიქრობ, ეს არის ერთადერთი რეალური საკითხი ამჟამად. მე იმიტომ რომ ვფიქრობ, დიდი ხნის განმავლობაში, ესე ვთქვათ, ებრაული საზოგადოება, ისრაელი თავად ძალიან გაყოფილი იყო, იცით, ესე ვთქვათ, მშვიდობის პროცესის პოლიტიკაზე. და ეს ასახული იყო აქ შეერთებულ შტატებში დისკუსიაში, მაგრამ ეხლა ჩვენ აღარ ვსაუბრობთ ამაზე. ჩვენ საუბრობთ იცით რაღაც ბევრად უფრო არსებითზე. იცით, ანტიციონიზმი არ იყო ისეთი რამ, რაც თქვათ განიხილებოდა ან ნორმად ითვლებოდა. რედაქცია უგვერდებზე თქვათ, New York Times-ის, იცით, 20 წლის წინ ან 30 წლის წინ. ეს ძალიან ნორმალური არ იყო, მაგრამ ეხლა ეს სრულად ნორმად იქცა. აი ეს არის მათი პოზიცია, დიდწილად, სწორედ ეს არის არგუმენტი. და ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთადერთი რამ, რაზეც უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები. ანუ, იცით, იმიტომ რომ აქ ვართ ახლა, მოვლენებმა აქამდე მოგვიყვანა. ჩემი აზრით ცოტა განსხვავებულია, მაგალითად, თუ თქვენს მაგალითს გამოვიტანებთ, New York Times-ის მაგალითი რომ ავიღოთ. როცა ისინი ანტიციონიზმზე საუბრობენ, მე ორ რამეს ვხედავ. ერთი, ამას ვხედავ როგორც სიძულვილის მოძრაობას. და რეალურად არ ხდება რაიმე მნიშვნელოვანი ინტელექტუალური დებატი ან დისკურსი. ეს არის, იცით, ცილის წამებაზე დაფუძნებული ებრაელთა სიძულვილი. როგორც ეს საბჭოთა კავშირში ვნახეთ გასულ საუკუნეში. ან ეს არის სიონიზმის არასწორი განსაზღვრა. თითქოს ის ნიშნავს ბიბი ნეთანიაჰუს მემარჯვენე მთავრობის სტილს ქვეყნის მართვაში და მთელი ისრაელის ამასთან გაიგივებას. იმ გზით, რომ მე მჯერა, იცით, თუ კი თითს გავათკაცუნებდით და სრულიად სხვა მთავრობა იქნებოდა, რომელიც სრულიად სხვანაირად იმოქმედებდა, მე ვფიქრობ, საუბრის ხასიათი შეიცვლებოდა. ვფიქრობ, შეიცვლებოდა განწყობაც? არა, აუცილებლად, მაგრამ ვფიქრობ, საუბრის ხასიათი ნამდვილად შეიცვლებოდა. თუ არ გექნებოდათ მთავრობა, რომელსაც აღიქვამდნენ, სულ მცირე, როგორც ისეთ ხელისუფლებას, რომელიც ან უშვებს, ან მხარს უჭერს დასახლებულთა ძალადობას, ან აქვს ამბიცია აიღოს კონტროლი ღაზაზე, ლიბანზე და დასავლეთ სანაპიროზე, ეს არის ამჟამინდელი მთავრობის აღქმა, სულ მცირე. ამიტომ ვფიქრობ, რომ შესაძლოა დისკურსის დონეზე რაღაცები შეიცვალოს. თუ წელს მოგვიანებით მთავრობა შეიცვლება, მაგრამ ნახოთ.
მე ამას შეგეწინააღმდეგებოდით ამ საკითხზე, რადგან არ ვფიქრობ, რომ არსებობს რაიმე წარმოსადგენი მთავრობა, რომელიც წელს შეიძლება აერჩიონ. და ცხადია, იცით, ისრაელელები ძალიან გაყოფილები არიან ნეთანიაუს მიმართ, მაგრამ ომის საკითხში ისინი არ არიან გაყოფილები. ისინი ნამდვილად არ არიან გაყოფილები ომთან დაკავშირებით, იცით, ირანის წინააღმდეგ ომზეც და ჰამასის წინააღმდეგ ომზეც. ხო, იცით, და ბოლოს თუ ნეთანიაჰუ ამდენი წელია ხელისუფლებაშია, ხო, იცით, მან ამდენი არჩევნები მოიგო. ეს იმიტომ არაა, რომ იცით, ეს არ არის შეთქმულება, ეს იმიტომაა, რომ მეორე მხარემ თითქოს არგუმენტები გამოელია. და იცით, თუ ეს ბენეტი არაა და იაერ ლაპიდია, ხო, იცით, მათი პოლიტიკა ომთან დაკავშირებით დიდად განსხვავებული არ იქნება. და ვფიქრობ, თუ ბევრ ადამიანს ჩაუღრმავდებით, უბრალოდ, მაგალითად ავიღებ New York Times, ვარაუდობ, ვინ მოიგო ახლახან პულიცერის პრემია. შეგიძლიათ გადახედოთ მათი მწერლების სიას, მათ იდეებს, რედაქტორს. ვინ დაწერა ეს აბსურდული წიგნის რეცენზია ბუნდზე დაწერილ წიგნზე? ფაქტობრივად ამბობენ, რომ ვინც ფიქრობს, რომ სიონიზმი ებრაულ იდენტობასთან განუყოფლადაა დაკავშირებული, რომ ისრაელი ებრაული იდენტობის განუყოფელი ნაწილია, გიჟია. მე არ ვფიქრობ, რომ ისინი ასე ფიქრობენ. ისინი კეთილგანწყობილად არ შეხედავენ არც ერთ მთავრობას, რომელიც შეიძლება ისრაელში აერჩიონ. კი, ანუ ის ბოლო ნაწილი რაც თქვი, ეხება იმას, რაც მე პირველად თქვი. და ეს ჩემთვის ის უბრალოდ ებრაელთა სიძულვილის კიდევ ერთი ფორმაა. თუ მეუბნები, რომ ეს წარმოუდგენელია, ეს ებრაელთა სიძულვილის ფორმაა, რომელიც New York Times-ის სარედაქციო გვერდზე ნამილიტვილად არ ჩანდა. იცი, იმ დროს, როცა ლიბერალები კონსერვატორებს ედავებოდნენ. ენტონი ლუისის მსგავსად ადამიანს ახლა ეს ხალხი ჩაენაცვლა. ხო, ეს არ არის კარგი. ანუ ეს ხო, იცი, ანტიციონიზმი. ჩვენ არ ვიყავით მზად ამ კონკრეტული ებრაელთა სიძულვილის ფორმასთან გასამკლავებლად. ჩვენ, როგორც საზოგადოებას, როგორც ებრაულ საზოგადოებას, არ გვასწავლეს, როგორ მუშაობს ეს. როგორ ვიცნოთ. ანუ ჩვენ, მე არა. მე ნამდვილად არ ვარ პირველი ადამიანი, ვინც ამას ამბობს, მაგრამ იცი, ჩვენ მთელი ჩვენი დრო და რესურსი სწავლებას დაუთმეთ. ებრაელების სიძულვილი ნიშნავს ჰოლოკოსტს, ხომ გესმის? აი ესე გამოიყურება ეს. ეს არის სწორედ ეს. მე ვიცი როგორ უნდა ვიცნო ნაცისტი. და თუ ნაცისტი არ ხარ, არ ვიცი როგორ უნდა გავიგო, ებრაელების მძულ ხარ თუ არა. და ჩვენ არ დაგვიხარჯავს დრო, ფული და რესურსები სწავლებისთვის. მაგალითად, საბჭოთა ანტისემიტიზმი, ანტიციონიზმი და როგორ გამოიყურებოდა ეს და როგორ თავად ებრაელები საბჭოთა რუსეთში საკუთარი ინსტიტუტების დაშლაში ჩაითრიეს. და ჩვენ არ გვაქვს ეს ნაცნობობა, არ გვაქვს ეს ნიმუშების ამოცნობა. ამიტომ ეს ეხლა ხდება სოციალურ ნორმებში, რაც ხშირად იძლევა საშუალებას ებრაელთა სიძულვილს იმოქმედოს. და ჩვენ ეხლა ვცდილობთ დავეციოთ მოვლენებს. ფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ნება მომეცით ცოტა ხნით ისე ფილმებზე გადავიდე ან სულ მცირე. 2024 წელს კინოსთან დაკავშირებულ ერთ კითხვაზე. თქვენი ყავით ებრაელი შემოქმედების ჯგუფის ნაწილი, რომელმაც წერილი მისწერა კინოაკადემიას და გააპროტესტა მაშინ ახალი წესები ოსკარებთან დაკავშირებით. ინკლუზიურობასთან დაკავშირებით. ითხოვდით, რომ ებრაელები ჩაეთვალათ იმ ნაკლებად წარმოდგენილ ჯგუფებში, რომლებიც ამ წესების ნაწილი იყვნენ. არ მგონია, რომ ამით ბევრს მიაღწიეთ, თუმცა შეგიძლიათ შემისწოროთ თუ ცდები. მაგრამ შეუძლია DEI-ს, რაც პრაქტიკაში მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ადამიანს შეიძლება თეორიულად სხვანაირად გონია, ისრაელსა და ებრაელებს თეთრ დამთრგუნველებად აღიქვამს, რაც სწორედ ის ძირითადი მიზეზია, რის გამოც ამდენი პროგრესული ადამიანი ისრაელის წინააღმდეგ განეწყო. შეუძლია კი სინამდვილეში ებრაელების მიღება, როცა ისინი, ვისაც ეს საკითხი აღელვებს, ებრაელებს დამთრგუნველთა კლასის ნაწილად მიიჩნევენ და ვერ აღიქვამენ მათ როგორც მსხვერპლებს. ეს არის, იცით, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა. ვიცი, რომ თქვენ, ჩემო შავკანიანო მეგობრებო და მოკავშირეებო, თვლით, რომ DEI თქვენთვის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია და რომ თქვენც ასე ფიქრობთ. ისინი ძალიან განიცდიან ამას და დიდ ზიანს გრძნობენ. როცა ხედავენ, რომ ებრაული ხმები ამბობენ, მთლიანად მოიშორეთ ეს ყველაფერი, ფიქრობენ. კარგი, ჩვენ რა? ჩვენზე რას ფიქრობთ? მეორე მხრივ არ მგონია, რომ მათ ბოლომდე ესმოდეთ, როგორ ხდება ეს. DEI, როგორც შენ აღნიშნე, ფაქტობრივად გამოყენებულია იარაღად, იმისთვის, რომ დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მცირე ეთნიკური უმცირესობა გამორიცხონ, რაც სიგიჟეა. ამიტომ ჩემთვის რთულია, რომ წარმოვიდგინო. არსებობს ვერსია, სადაც უნდა გქონდეს ფუნქციური DEI, იცი, სასწავლო პროგრამა ან მსოფლმხედველობა, სადაც მრავალფეროვნება და ჩართულობა მოიცავს ებრაელებს, როგორც მრავალფერობა ალფეროვან ეთნიკურ უმცირესობას. რა თქმა უნდა, როცა გაიგებ, ვინ არიან და რას წარმოადგენენ ებრაელები, ისინი საკმაოდ ბუნებრივად ჯდებიან ასეთ ჩარჩოში.
მაგრამ თუ ჩვენ, როგორც მსოფლიო, გავაგრძელებთ ებრაელების ვინაობისა და არსის სრულ გაუგებრობას, ორივე შემთხვევაში ბინარული ჩაგრულის ნარატივის მეშვეობით. და იცით, ამას ემატება ებრაელების სრულად არასწორი დამისამართება და გაუგებრობა. თითქოს ისინი ძირითადად მდიდარი თეთრი ევროპული კლასი არიან. რაც არა მხოლოდ არასწორია, არამედ არც კი არასწორადაც კი არ ასახავს მსოფლიოს ებრაელთა უმრავლესობას, რომლებიც თეთრებადაც კი არ აღიქმებიან. რაც ძალიან გამაღიზიანებელია, იცით, ეს არის მთავარი პრობლემა. ასე რომ ვფიქრობ, თუ შეგვეძლო რაღაცის შეცვლა, და მთელი მსოფლიო ითხოვდა, ანუ ებრაელები სინამდვილეში ის თომია ისრაელიდან, რომელიც გადაასახლეს და მთელ მსოფლიოში გაფანტეს. და ეხლა იცით, ვიტყოდი, რომ ჩვენ გალაპაგოსის ფინჩებს გავართ. თითქოს ყველანი სხვადასხვა კუნძულებზე განსხვავებულად განვითარდით ევოლუციის გამო. ჩვენ იცით გავფანტეთ, ესე რომ ზოგიერთს უფრო გრძელი ნისკარტი აქვს, ზოგიერთს კი ესეთი კაკლის ჭამა უწევს. იმიტომ რომ იქ გავიზარდეთ და იქ გავიზარდეთ. მაგრამ ყველანი ერთი და იმავე თავდაპირველი ჯგუფიდან ვართ. და ისრაელი იცით, სადაც 50% უფრო მეტიც 50%-ზე მეტი ჩვენგანი ცხოვრობს, არც კი წარმოადგენს უმრავლესობას იმ ხალხისა, ვინც ჩრდილოეთ აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდანაა. ზუსტად. ეს არის საბაზისო ფაქტები. და თუ ეს გასაგები იქნებოდა, მაშინ ეს DEI-ს სივრცეშიც გავრცელდებოდა. ვფიქრობ, სწორედ ეს აკლია. არ ვფიქრობ, რომ DEI თავისთავად გამოუსწორებელია და მწყობრიდან გამოსული მექანიზმია. პრობლემა იმაშია, თუ როგორ ესმით ებრაელებილები. და თუ ამას გამოვასწორებთ, ბევრი სხვა რამეც თავის ადგილზე დადგება. საჯარო ებრაულ გზაზე, რომელსაც დაადგი, რა იყო ყველაზე გასაკვირი, რაც შენს კოლეგა არტისტებზე გაიგე და როგორ შეხდნენ ისინი 7 ოქტომბრის შემდეგ შექმნილ რეალობას და რა იყო ყველაზე დიდი იმედგაცრუება? ეს დიდი კითხვა. მეორე კითხვაზე ჯერ გიპასუხებ, რადგან გონია, რომ ეს უფრო მარტივია. გულისხმობ ალბათ ის მაცბილებს მუდმივად, რომ ადამიანები ამ მომენტში საკუთარ პასუხისგებლობას არ იღებენ. Then იცით, ეს მაწუხებს. არ ვფიქრობ, რომ დედამიწაზე ყველა ადამიანი, ვინც იცით, უნდა ავიდეს მთის მწვერვალზე და მეგაფონით იყვიროს ებრაელებზე და დაიცვას ებრაელები. მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ მომენტში ყველას უნდა იყოს ებრაელების ელჩი საკუთარ ცხოვრებაში და საკუთარ გავლენის სფეროში. და ადამიანებმა უნდა გამოიყენონ თავიანთი უნარები, ვნება და გავლენის სფერო. ნახეთ, სად იკვეთება ეს ყველაფერი? და იცით, სწორედ იქ უნდა მოახდინოთ გავლენა. უბრალოდ ეს ცოტათი იცით არის პრივილეგიის და სიზარმაცის შეგრძნება, როცა ამ მომენტისთვის არ დგები და ამბობ, რომ იცით, სხვა მიხედოს. მე იცით, აქ ვიქნები, უბრალოდ თავს არ გამოვყოფ და ჩემს საქმეს გავაკეთებ. სანამ სხვები იცით, ჩემს ბრძოლებს ჩემ მაგივრად იბრძვიან. ასე რომ ეს იმედგამაცრუებელია. უბრალოდ ვისურვებდი, რომ უფრო მეტ ადამიანს ეგძნო პირადი პასუხისმგებლობის მოწოდება. მაგრამ იცით, ეს არის კაცობრიობა, ხო ასეა? ყველა ეპოქაში, ყველა მომენტში ზოგი ადამიანი პასუხისგებლობას იღებს, ზოგი კი არა. ეს უბრალოდ ასე ვართ ჩვენ, როგორც სახეობა. ეს 30-იან წლებში ვნახეთ. ყოველ ჯერზე გვინახავს, ეხლაც ისევ ხედავთ, მაგრამ ეს იცით, ყოველთვის მტკივნეულია. და რაც შეეხება გაკვირვებას, რა გამაკვირვა? ალბათ გამიკვირდა, არ ვიცი თუ რამე უნდა თქვა, ალბათ ის, რამდენად პოზიტიური იყო ეს ყველაფერი. როგორ შეიძლება ისიც კი რამდენად გაკვირვებულები არიან ადამიანები, როცა აღმოაჩენენ რამდენად პოზიტიურია ეს ყველაფერი, რაც ჩემთვისაც გასაკვირია. რამდენად ხშირად ვაკეთებ რამეს, რაც ჩემთვის არა მხოლოდ ბუნებრივია, არამედ სასიამოვნოც. და ვიღაცა იტყვის, ეს რა მამაცურია. და მე ვფიქრები ამაზე წამით. და რასაც ხვდები ისაა, რომ შენთვის ეს მამაცურია, რადგან შენთვის ეს შიშთან არის დაკავშირებული. მაგრამ ჩემთვის შიშის გრძნობა არ არსებობს. იმიტომ რომ იცი, ბევრად უფრო შემეშინდებოდა ფარულად ცხოვრება ან სინანულის ქონა. 20 წლის შემდეგ. და რომ გადავხედავ წარსულს, ვიფიქრებ, კაცო, მე შიშა რა ვიყავი. ან მე იცი, უარი ვთქვი ჩემს პასუხისგებლობაზე, ან ცხოვრობდი ტყუილში იმის შესახებ, ვინ ვიყავი, რომ სხვებს კომფორტულად ეგძნოთ თავი. ეს ჩემთვის ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე ვიყო ჩემი თავი ნამდვილი, იცი, 24 საათის განმავლობაში, ეს ჩემთვის არ არის საშიში. ეს ჩემთვის თავისუფლებაა. ეს ჩემთვის კარგია. ეს ჩემთვის სწორია. ეს ჩემთვის ბუნებრივია. მართლა არ მიგზნობს ასე და ეს თავდაბლური ტრაბახი არ არის. ჩემთვის ამაში საერთოდ არ არის სიმამაცის შეგრძნება. ჩემთვის ეს უფრო იმას ნიშნავს, რომ ვშორდები იმას, რაც მაშინებს,
რაც იქნებოდა სინანულის განცდა. ან ის რომ თავი იმედგაცრუებული მეგრძნო, ან ჩემი ოჯახი იმედგაცრუებული მეგრძნო, ან არასწორი რამ გამეკეთებინა იმ მომენტში, როცა სჭირდებოდა პრინციპულობა. ეს ჩემთვის ბევრად უფრო საშიშია. ამიტომ გონია რომ ალბათ მიგვირს, რატომ არ აქვს ყველას ესეთი აზროვნება. დიახ, ამას სრულად ვეთანხმებ. დარწმუნებული ვარ ესეა. ვინ არიან ებრაელები, რომლებსაც ამჟამად აღფრთოვანებით უყურებ? ძალიან ბევრი ადამიანი მაძლევს შთაგონებას. მართლა ესეა, რადგან ეხლა ყველას ჩართულობაა საჭირო. მე შთაგონებას ვირებ ყველა ებრაელისგან, ვინც ამ მომენტს ღირსეულად ხვდება. მართლა. ეს იქნება უბრალოდ ერთი ებრაელი აიოვაში, რომელიც იცით 7 ოქტომბრამდე არ იყო ჩართული და ეხლა თავის რაიონში 10 ებრაელისთვის ებრაულ წიგნის კლუბს იწყებს. ეს ჩემთვის საოცარია და ძალიან მნიშვნელოვანია. და სწორედ ასე გავივლით ამ პერიოდს, როცა ადამიანები ასეთ რაღაცებს აკეთებენ. მე ვარ ებრაული ფედერაციის ეროვნული ახალგაზრდა ლიდერების კაბინეტის წევრი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 30-40 წლის დაახლოებით 400 ებრაელს აერთიანებს. და ძალიან შთაგონებული ვარ ჩემი ჯგუფის წევრებით ამ ორგანიზაციაში. და იცით, მე ერთ-ერთი იმ ძალიან ცოტათაგანი ვარ, ვინც რეალურად თავის ყოველდღიურ საქმიანობაში ებრაულ სფეროში პროფესიონალურად მუშაობს. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ჩვეულებრივი სამუშაოები და სხვა საქმეები, მაგრამ ამ მომენტში იღებენ პასუხისგებლობას. ისინი სურთ იყვნენ ორგანიზაციის ნაწილი, რომელიც მხარს უჭერს ებრაულ ცხოვრებას, სადაც ისინი იღებენ ლიდერულ როლებს, ერთვებიან თავიანთ საზოგადოებაში და თავიანთ ებრაულობაში. ეს ჩემთვის ნამდვილად შთამაგონებელია. ასე რომ სინამდვილეში ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ დონეზე, როგორიც არ უნდა იყოს შენი მიკროფონი, შენი მიკროფონი დიდი მიკროფონებიც მაძლევს შთაგონებას და პატარა მიკროფონებიც. ეს უბრალოდ ის ადამიანები არიან, ვინც ამბობს ჰინანი. ეს არის ის, რაც ჩემთვის შთამაგონებელია. კარგი შენიშვნა და ეს კარგი მომენტია, რომ დავასრულოთ. იონა, დიდი მადლობა, რომ დღეს შემოგვერთდი. როგორ შეუძლიათ ჩვენს მაყურებლებს და მსმენელებს გამოყვნენ თქვენს საქმიანობას და უყურონ ან მოусმინონ თქვენს პოდკასტს? მადლობა კითხვისთვის. Being Jewish with Jonah Platt შეგიძლიათ იპოვოთ ყველა თქვენს საყვარელ პოდკასტ პლატფორმაზე. Apple, Spotify, Amazon, ასევე ვართ YouTube-ზე. ესე ვართ ტელევიზიაზე, Jewish Broadcast Service-ზე. ეთერში ვართ, Prime Time-ში ვართ, Prime Time-ში, ხუთშაბათ საღამოს. შემდეგ კი გადის განმეორებით შაბათკვირას. ეს ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზეც არის, beingJewishPodcast.com. და შეგიძლიათ გამომკევით ყველა სოციალურ ქსელში სახელით იონა პლატი ან Being Jewish Podcast-ზე. ძალიან კარგი. ასევე გვინდა მადლობა გადაუხადოთ ჩვენს აუდიტორიას. გთხოვთ არ დაგავიცდეთ ყოველდღე მოусმინოთ Jonathan Tobin Daily Editions, რომელსაც შეგიძლიათ მოусმინოთ ყველგან, სადაც პოდკასტებს უსმენთ. და არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პლატფორმაზე გვისმენთ, ან თუ პირდაპირ ეთერში გვიყურებ Facebook-ზე, X-ზე ან JNS-ის YouTube არხზე, გთხოვთ მოიწონეთ და გამოიწერეთ JNS. დააწკაპუნეთ ზარზე, რომ მიიღოთ შეტყობინებები და დაგვიტოვეთ კარგი შეფასებები. გთხოვთ მოგწერეთ მისამართზე thinktwice@jns.org. და შევატყობინეთ, სად უსმენთ ან უყურებთ გადაცემას და რას ფიქრობთ მასზე. და გახსოვდეთ, განაგრძეთ კითხვა და საკუთარი აზრის ფორმირება. შევხვდებით მომავალ კვირას.